ყაჩაღობა თელავში გავრცელებული ინფორმაციით შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირებმა წუხელ გვიანღამით რესტორან ხერგილის მეპატრონე დავით ახმეტელი დააყაჩაღეს და სახლიდან ავტომობილი და ძვირფასეულობა წაიღეს. მოხდართან დაკავშირებით დაზარალებული მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. ოჯახის ახლობლები კი ყვებიან, რომ დავით ახმეტელს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ღამის 3 საათზე გადასულან და ეტყობა გააღვიძეს, ალბათ ან გაეღვიძათ, მართლა არ ვიცი და ოქროული წაუღიათ, უთქვიათ როგორც ამბობს ხალხი, რომ რა ქვია, თუ სიცოცხლის შენარჩუნება გინდათო, რა ქვია, ჩაგვაბარეთ ყველაფერიო. ნაცემები არიან კი, სასწრაფოც გამოუძახიათ, თავი ქონია გატეხილი კაც და ის ცოლისთვის არ უცემიათ, მაგრამ ეტყობა იმდენად შეაწუხეს, ყელზე რაღაცა მიუგჯენიათ, რომ ის არა ქვია. შეაშინეს მოკლედ.